საღამომშვიდობის ეთერშია მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ნინო სალუქვაძე ვარ, ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. 4 ოქტომბრის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სომხეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელსაც ბრალად ედება 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენა შენახვა. გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით ჭულუხაძემ შეიძინა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. მმართველ გუნდში სუსის ეფექტიან მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყების ძალისხმევის შედეგად ქვეყანამ უმძიმესი შედეგი აიცილა თავიდან. პორენა ონიანი თემის დეტალებით. 4 ოქტომბრის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დაკავებულია. ბექა ჭულუხაძე, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე დააკავა. გამოძიება მას 2025 წლის 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიის მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების შეძენა შენახვას ედავება. კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით მზადდებოდა, დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა შენახვა. ტყვიან ფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და ფეთქებადი ნივთიერებები დეტონატორით. სუსმა გასული წლის 4 ოქტომბერს თბილისის მახლობლად ტყის მასივში სპეციალურ სამალავში აღმოაჩინა. გამოძიებით დადგინდა, რომ გადამალული საბრძოლო მასალა ბექა ჭულუხაძემ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით შეიძინა. სწორედ ამ საშიში ნივთიერებებით გეგმავდნენ 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორები დივერსიული აქტების მოწყობას, თუმცა მძიმე სცენარის აღკვეთა უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ. გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. საქმის მასალებში დებს ვიდეო მტკიცებულებაც. ჩანაწერში ისმის ბექა ჭულუხაძის ხმა, რომელიც ერთ-ერთ პირს მის მიერ შეძენილ საბრძოლო მასალას აჩვენებს. ბრალდებულისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე გამოძიება გრძელდება. ყველაფერი აქ არის. რაც შევიძინეთ. არაფერზე არ ინერვიულონ, გადაეციზმაო. ყველაფერი იგნა თავის ადგილზე. დაკავებულს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით გასული წლის 6 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 8 ოქტომბერს კი პროკურორის დადგენილებით მასზე ძებნა გამოცხადდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით ის ბრალს არ აღიარებს. 226 მუხლით არის დაყენებული ბრალი. საქმე ამჟამად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად დღეის მონაცემებით ის თავს უდანაშაულოდ ცდობს. 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზების ბრალდებით პასუხისგებაში არაერთი პირია მიცემული. გამოძიებით დადგინდა, რომ დამხობის მცდელობის მთავარი ორგანიზატორი ბაჩანა ახალაია, რომელიც 25 დეკემბერს დააკავეს. ამავე საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მმართველ გუნდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტურ მუშაობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველა იმ პირმა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს, კანონის წინაშე პასუხი უნდა ააგოს. პირდაპირ გამოდიოდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რევოლუციისთვის და 4 ოქტომბერს უკვე დაიწყეს ამის აღსრულებაში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს, გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ყველამ უნდა ააგოს პასუხი კანონის წინაშე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი შეუძლებელია ამ გარეძალების ჩართულობით ყოველთვის იყოს მცდელობა მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების, პოლარიზაციის გაღრმავების, ხალხის დაპირისპირების, რევოლუციის მოწყობის. ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ ერთი ეჭმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამ საგამოძიებო ორგანო ადგენს. ჩვენ კარგად დავინახეთ, ვიხილეთ ის, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა, როგორ მოაწყეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდათ ხელისუფლება გადატრიალება მოეწყოთ და ამაში ისინი აქტიურად გამოიყენებდნენ ცესასროლ იარაღსაც სავარაუდოდ, თუ კი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ. 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის ათეულობით პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული. სამართლებრივი საქმის პოლიტიზირებისა და მძიმე დანაშაულის გამართლების მცდელობა ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილ გამომტყუნებელ განაჩენს ოპოზიციაში უსამართლოს უწოდებენ. მმართველი გუნდის შეფასებით ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. როგორც სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, განაჩენით კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ საქმე ეხება არა ერთ კონკრეტულ აქტს, არამედ იდეოლოგიურ ჯგუფს, სადაც მის დასახული მიზნის მისაღწევად ყოველგვარი ძალადობა დაშვებულია. თემის შესახებ მეტ დეტალს გურან და ბილიხოძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნოდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამომტყუნებელი განაჩენი თავად ალეკო ელისაშვილს არ მოусმენია. მოსამართლემის სასამართლოს უპატივცემულობის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა და პროცესი მის გარეშე გაგრძელდა. საბოლოო სიტყვაში ელისაშვილმა საკუთარ ქმედებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დანობს არა ჩადენილ დანაშაულს, არამედ იმას, რომ დაიჭირეს. ქალაჩუნობა მაღიზიანებს ეთერებში რომ დამსხდარან და ამბობენ ელისაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინაო. ქალაჩუნურად ფიქრობთ, მე თავს კი არ ვიმართლებ, პოლიტიკოსად არ დაუბადებულ ვარ, დავიბადე კაცად. მახსჯობდა პროტესტის გრძნობა და როგორც შემეძლო ისე ვიმოქმედე, თუმცა არ გამომივიდა. მაგას ვნანობ რომ დამიჭირეს. გამომტყუნებელ განაჩენს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან თითქმის იდენტური რეაქციები მოყვა. ლელოში, რომლის პარტიული სიითაც ელისაშვილი კენჭს იღრიდა, მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ბრალდება უსაფუძვლო და საქმე კი პოლიტიკურად მოტივირებულია. არ არსებობს მტკიცებულებები. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო. ვიდეო ჩანაწერი არ არის მტკიცებულება ქალბატონია. საქალაქო სასამართლოს იმჩია. არ არსებობს არანაირი ყვალი ალეკო ელისაშვილის დნმ-ის, არ არსებობს ის ფაქტი, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს. უარს ვიყო მებრძოლი კაცის ქომაგი. მე არ ვიცი რა განცხადებებს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მეგობრები, მათ შორის ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს და რაც მგონია რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახა, ხო? არსებულ სამართლებრივ კვალიფიკაციას და სასჯელის ზომას რეალობასთან კავშირი არ აქვს და ვერ იქნება. სოლიდარობა ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახს, ალეკო ელისაშვილს დღეს გამოუტანეს და საუკეთესო საბჭოთა ტრადიციის შესაფერისად ტერორიზმის ბრალდება. სინამდვილეში არავითარი ტერორისტული მიზანი აქ არ არსებობს, ეგ არის ტყუილი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას. ალეკო, შენ გვერდით ვარ.
სწორედ ოპოზიციის ამ განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი შეფასებით, როდესაც პოლიტიკური ძალები სასამართლოს მიერ ტერორისტული აქტის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ პირს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ, ეს საერთაშორისო პოლიტიკური პარტნიორების ყურადღებასაც იმსახურებს. შალვა პაპუაშვილი ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულ ალიანსს მიმართავს და აცხადებს, რომ ორგანიზაციამ პოზიცია უნდა დააფიქსიროს რელოს განცხადებებთან და დამოკიდებულებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ალდემ უნდა აიძულოს პარტია ლელო გაიმიჯნოს ტერორიზმს, ან უნდა განიხილოს მისი ორგანიზაციიდან გარიცხვის საკითხი. სხვა შემთხვევაში თავად ალდე გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება, წერს შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში. ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა ალდემ ან უნდა აიძულოს პარტია ლელო გაემიჯნოს ტერორიზმს ან გარიცხოს ლელო საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ალდე გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება. მისივე შეფასებით, როდესაც ძალადობრივ ქმედებას პოლიტიკური ან იდეოლოგიური საფუძვლით ამართლებენ, საზოგადოებისთვის ჩნდება საფრთხე, რომ ძალადობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ტერორიზმის არსი მხოლოდ ძალადობრივ აქტში არ გამოიხატება და მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, თუ როგორ ხდება მსგავსი ქმედებების შეფასება. ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს. გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც სინამდვილეში პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან. როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარ დანაშაულს კეთილშობილური გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხან სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა. ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი. თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამყრობელს ებრძოდა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან ტერორიზმის მცდელობის დაგმობის მოლოდინი არ აქვთ, რადგან ხშირ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიცია სწორედ მათი დავალებებით და მითითებებით მოქმედებენ. ჩვენ როდესაც საუბრობთ გარე ძალებზე, რა თქმა უნდა, ეს პროცესები გარედან იმართება. გარედან აძლევენ დავალებებს, ყავთ თავიანთი პატრონები და ხა ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან, პირიქით შეიძლება წაახალისონ კიდეც, როგორც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ხედავდით კონკრეტულ ძალადობის ფაქტებს, როგორ ახალისებდნენ, პირიქით ხელშეწყობა ხდებოდა, დაფინანსება ხდებოდა ძალადობრივი ჯგუფების, დაფინანსება ხდებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების. აი ეს მოცემულობაა დღეს და ნუ გვექნება სხვა ილუზია, რომ განსხვავებულად იმოქმედებენ. ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას, რომელიც აშკარად და თვალხილულად იქნა მთელი საზოგადოების მიერ ნანახი, რაც ჩაიდინა ალეკო ელისაშვილმა. ეს არის ტიპური ტერორისტული აქტი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოს წინააღმდეგ იყო მიმართული და მეორე მხრივ ჩვენ განაჩენი, რომელიც სრულიად სამართლიანად დადგა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობისთვის, ხედავთ ამ ქმედების გამართლების მცდელობას და ამაში ჩვენ ეს უკვე აღარც გვიკვირს, რადგანაც ჩვენ აგენტურის და მათი დავალების მიმცემების მხრიდან დღენიადაკ მუდმივად ხედავთ ძალადობის გამართლების მცდელობას. ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ალეკო ელისაშვილი აღიარებს ბრალს, შეიძლება არ არქმევს ამას ტერორიზმის სახელს, მაგრამ ის პირდაპირ ამბობს, რომ თვითონ იყო ბენზინით ხელში შესული სასამართლოს შენობაში და ცდილობდა სასამართლოს შენობის დაწვას. გაუგებარია, რატომ ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები მის გამართლებას. ალეკო ელისაშვილს ბრალი ტერორისტული აქტის მცდელობის ორ ეპიზოდზე წარედგინა. ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლომ მას გუშინ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლარი გამყარებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით $1 ღირებულება 2 ლარსა და 73 თეთრამდე შემცირდა. ლარის გამყარების ტენდენცია უკვე რამდენიმე თვეა სტაბილურად ნარჩუნდება, მიუხედავად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური და მსოფლიო ეკონომიკური რყევებისა. პოზიტიურ ტენდენციაზე დუმს ოპოზიცია, რომელიც ეროვნული ვალუტის უმნიშვნელო გაუფასურების გამოც კი საინფორმაციო კამპანიებს აწყობს და მთავრობის პასუხისმგებლობაზე აპელირებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ქვეყანაში მხოლოდ ნეგატივის სჭირდებათ, ამიტომაც პოზიტიურ ცვლილებებს არ იმჩნევენ. დავით ქუთათელაძე თემის დეტალებით.
რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისა თუ გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ლარი გამყარებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით ლარი დოლართან მიმართებით ისევ გამყარდა და ეს ტენდენცია უკვე თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ფიქსირდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 63 თეთრამდე შემცირდა. სავალუტო ბაზარზე ეს ქართული ვალუტის გამყარების ტენდენციის გაგრძელებად ფასდება. ჯამში კი ბოლო თვეების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 8 პუნქტით გამყარდა. ეკონომიკის ექსპერტების თქმით, ეროვნული ვალუტა თანმიმდევრულად ინარჩუნებს და აუმჯობესებს პოზიციებს დოლართან მიმართებით. მიუხედავად საერთაშორისო ბაზრებზე არსებული არასტაბილურობისა და გლობალური ეკონომიკური турბულენციისა. ეს უკავშირდება ეკონომიკის ზოგად პოზიტიურ განვითარებას, მის დინამიზმს, რითაც საქართველოს გამოირჩევა არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბით. ეკონომიკური ზრდის ტემპები ჩვენ საკმაოდ მაღალი გვაქვს. რაც რამდენჯერმე აღემატება როგორც უშუალო მეზობლების მაჩვენებლებს, ისე გლობალურ მაჩვენებლებს. შეიძლება რამდენიმე ფაქტორის დასახელება. პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენი ექსპორტი სტაბილურად ორნიშნარი რიცხვით ჯერადად უსწრებს იმპორტის მაჩვენებლებს. ეს ერთი მაჩვენებელი. ერთი ფაქტორია ეს არის ტურიზმის განვითარება, რაც გლობალური მასშტაბით დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე საქართველოს გამოარჩევს როგორც სტაბილურ რეგიონს და შესაბამისად ტურისტული ნაკადები ამ მხრივაც ზრდიან ეკონომიკურ პოტენციალს და ლარის კურსს და შეიძლება არ ითქვას აგრეთვე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მონაწილეობა ამ ყველაფერში და ჯამში ეს რიტყვენ ქმნიან იმ დადებით კუმულატიური ეფექტს, რაც განაპირობებს იმას, რომ მხოლოდ წლის დასაწყისთან შედარებით ლარი გამყარდა სულ ცოტა 6%. ეს არის ეკონომიკის შედეგი. და რა განაპირობებს კონკრეტულად ეკონომიკურ დას? განაპირობებს პირველ რიგში სტაბილური გარემო და ჩვენ ხედავთ როგორი გამოწვევებია რეგიონში, როგორი დაძაბულობაა დღემდე, იგივე სპარსეთის ყურეში, მაგრამ ქვეყანამ მოახერხა, როცა ამბობენ რა შეაისახება პოლიტიკური სტაბილიზაცია, აისახება მაღალ ზრდაში. მაღალი ზრდა რა შეაისახება გაზრის შემოსავლებში. მათ შორის სავალუტო შემოსავლებში და ესახება ლარის კურსზე. დარგის ექსპერტების შეფასებით ეროვნული ვალუტის პოზიციების გამყარებას საფუძვლად უდევს მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა. მთავრობის ეკონომიკური კურსის შედეგად შენარჩუნებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური დისციპლინა და საერთაშორისო რეზერვების ზრდა, რაც უზრუნველყოფს ლარის მდგრადობას გარე შოკების პირობებშიც. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 7.12 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის დამატებით გარანტიას იძლევა. საინტერესოა ამ ფონზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციაც. როდესაც რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისა და საგარეო შოკების ფონზე ლარი ფასურდებოდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაუყოვნებლივ აქტიურდებოდნენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე იწყებდნენ საუბარს. თუმცა როცა ეროვნული ვალუტა თვეების განმავლობაში ყოველდღიურად მყარდება, იმავე პოლიტიკური ჯგუფების საჯარო რეაქცია პრაქტიკულად არ ფიქსირდება. მათ ლარის კურსის გამყარება ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დამსახურებად არ მიაჩნიათ. ეს ორმაგი სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოპოზიციის მიდგომის თანმიმდევრულობას. ჩვენ გვახსოვს ოპოზიციის განცხადებები და ბრიფინგები იმასთან დაკავშირებით, როგორც კი მაგალითად ერთი პუნქტით გაუფასურდებოდა ლარი. ახლა როცა ეკონომიკა მიდის წინ, ლარი გამყარდა უკვე 8 პუნქტი. რატომ დუმს ამ დროს ოპოზიცია? შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ ლარი გამყარდა 8 პუნქტით. რამ განაპირობა, რომ ლარი გამყარდა, ეკონომიკა წინ მიდის? მისთვის იზრდება საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკა? ხალხისათვის არა. ოპოზიციონერების მსგავსი დამოკიდებულება არ უყვირთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციაში ქვეყნის წარმატება არ ახარებთ. ნებისმიერი მოცემულობა, რომელიც წარმატებას უსმევს ხალხს, ჩვენი ხალხის, ქართული სახელმწიფოსი აღეზიანებთ რადიკალებს, აღეზიანებს აგენტურას. აგენტურის ხედრი ასეთია, მათ არ მოწონთ ყველაფერი ის, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობს, ამიტომაც ნამდვილად ნურავის ნუ გაუკვირდება, თუ კი გამყარებული ლარის კურსი იქნება გამაღიზიანებელი რადიკალებისთვის პირიქით რაღაც საუარესო რომ მოხდეს საქართველოში, ნახავთ როგორ აჟიოტაჟი გამოიწვევს ეს ჩვენი რადიკალური აგენტურული ოპოზიციისთვის, მაგრამ ამას ვერ აღირსებიან, რადგანაც ხელისუფლების სწორი ნაბიჯებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით პირიქით ხდება ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგარეო ვალის შემცირება და ლარის კურსზე ეს ყველაფერი ბუნებრივია მოქმედებს. ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ გუნდს აქვს ძალიან სწორი, ძალიან თანმიმდევრული ეკონომიკური ხედვა და სტრატეგია.
ფაქტია, ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს, რაც ქვეყანაში სწორი ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე მიუთითებს. სტაბილური ვალუტა ჯანსაღი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლო სამხარაძე საერთაშორისო პლატფორმას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად იყენებენ. პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტში გამოსვლისას ქართულმა მხარემ პარტნიორებს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები გააცნო. ყურადღება გამოხულდა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში მოპოვებულ სამართლებრივ გამარჯვებებზე. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებთან კავშირებისთვის, რაც გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერას გააზრდის. ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით გამოსვლა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51 სესიაზე, რომელიც კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქ იაუნდეში იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით მსურს მადლიერება გამოვხატო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეისა და კამერუნის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისა და განსაკუთრებულად თბილი მიღებისთვის. საქართველო მტკიცედ არის ერთგული მულტილატერალიზმის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის მიმართ. ეს ორი განუყოფელი საყრდენია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიული ცნებები არ არის. ისინი ყოველდღიური რეალობაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც ირღვევა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არიან განთავსებული. ძვირფასო კოლეგებო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავაც რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც ხასიათდება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებითა და საერთაშორისო სამართლის არაერთი უხეში დარღვევით. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები ქართველ ბავშვებს ართმევენ უფლებას განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე. ამახინჯებენ ქართულ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას და სისტემურად მიმართავენ გატაცებებს, თვითნებურ დაკავებებს, წამების აქტებს და რიგ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 300,000 ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ კანონიერ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 7.5% შეადგენს. ამჟამად საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვაკუუმი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვებები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. სამართლებრივი ზომების გარდა ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო კოორდინაციით. ყოველწლიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველო წარადგენს რეზოლუციას სახელწოდებით აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთიდან საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც დევნილთა რეზოლუცია. ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნულმა რეზოლუციამ ყოველჯერზე 100-ზე მეტი მხარდამჭერი ხმა მიიღო, ხოლო წინააღმდეგ მისცა ხმა მხოლოდ 8 სახელმწიფომ 2026 წელს, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. საყურადღებოა ასევე ის ტენდენცია, რომ არსებობს არაერთი სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, თუმცა ან თავს იკავებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და ამიტომ მოვუწოდებთ ამ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას. ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოზიტიური პრეცედენტი იქნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების საქმეში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სულ უფრო აშკარად იკვეთება მისი თანდათანობითი ეროზიისა და შესუსტების საფრთხე. ჩვენ გვჯერა, რომ მულტილატერალიზმის სანდოობა დამოკიდებულია მის უნარზე, უზრუნველყოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, დაიცვას მათი ტერიტორიული მთლიანობა და აღკვეთოს ძალის გამოყენების ან საზღვრების უკანონო გზით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა. ამ სულისკვეთებით საქართველო სრულად რჩება ერთგული ეფექტიანი, ინკლუზიური და სამართალზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის მიმართ და მოუწოდებს აქ წარმოდგენილ ყველა სახელმწიფოს კიდევ უფრო განამტკიცონ თავიანთი ერთგულება ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი. განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ ფრანკოფონიის ასამბლეაში წარმოდგენილი არიან ის ქვეყნები, რომლებიც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან. ამიტომ აქ იყო გაისმა მოწოდება ამ ქვეყნების მიმართ, რომ მათ მომავალში მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას.
ჰქონდა საუბარი ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე და ასევე ეკონომიკური პროგრესი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს. ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი იყენებს არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პარიზში იუნესკოს სათავო ოფისში გამართულ განათლების ტრანსფორმაციის სამიტში მონაწილეობს. მინისტრმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებზე მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა. მსოფლიოს 40 ქვეყნის განათლების მინისტრებისა და სფეროს ლიდერების მონაწილეობით გამართული სამიტის მიზანი ხარისხიანი განათლების მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დაჩქარებაა. პარიზში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სამომავლო პარტნიორობის გეგმები განიხილა. Ქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყავი და დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო მიმდინარეობა და შედეგები უკვე პირველად იმ რეფორმებისა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება საქართველოში. ასევე განვიხილეთ ის სიახლეები, მათ შორის მასწავლებელთა კარიერული განვითარების ახალი სქემა, რომელიც საქართველოში დაინერგა და განხორციელების სტადიაზეა. იუნესკოსთვის საქართველო არის სანდო პარტნიორი და ეს გამოიხატება არაერთ ერთობლივ პროექტში. ამიტომ იუნესკოსთან ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება, კიდევ უფრო ფართოვდება. ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევებზე განათლებისა, რომელიც არის დღეს მომავალი ახალგაზრდობის და მინისტრი ასევე დაესწრო ღონისძიების ოფიციალურ გახსნას, სადაც ოფიციალურად იყო გამოცხადებული, რომ განათლება ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღევანდელი მსოფლიოს. კაჭრეთში 5დღიანი სასწავლო პროგრამა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა, რომლის ფარგლებში სამთავრობო, საკანონმდებლო, სამოქალაქო და მედიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების თავდაცვისა და კრიზისული მართვის საკითხები განიხილეს. მონაწილეებს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა და კურსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კურსის მიზანი საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა და ეროვნული თავდაცვის პროცესში მოქალაქეთა როლის ანალიზია. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას და პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ. ეს არის დიდი შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავების და რაც მთავარია, საერთო ხედვის ჩამოყალიბების. გვაძლევს საშუალებას, რომ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს ვკითხოთ სხვადასხვა საკითხები და პირველი პირებისგან მივიღოთ ინფორმაცია, ბოლო ინფორმაცია თუ რა ხდება, რა ვითარება, საითკენ მივდივართ, რა მდგომარეობაში იმყოფება, რა გამოწვევების თუ ამ გამოწვევების გადალახვის პროცესში იმყოფება ქვეყანა. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის უწყებებისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ვეცნობოდით ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს, ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება. სამგორის რაიონს კერძოდ ორხევის დასახლებას 2600 კვადრატული მეტრი ფართობის ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. პროექტის დასკვნით ეტაპს დედაქალაქის მერია ადგილზე გაეცნო. ახალი სკვერი თენგის ჩანტლაძის ჩიხის მიმდებარედ უკანონო შემოღობებისა და მოსახლეობისთვის საფრთხე შემცველი წყლის რეზერვუარის დემონტაჟის შემდეგ მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი ზონები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე განათების, სარწყავი სისტემების მონტაჟი და გამწვანების სამუშაოები. პროექტის განსახორციელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 628,900 ლარი გამოიყო. ბავშვებისთვის კეთდება ატრაქციონები, სავარჯიშოები, მოსასვენებელი ფანჩატური იქნება ყველანაირად გამწვანებული თავისი სარწყავი სისტემებით, განათებული. აქ გვერდით არის საცხოვრებელი კორპუსი, მოეწყობა ასევე საპარკინგო სივრცე. კატაკომბები იყო, ძალიან საშინელი იყო, ადგილობრივების საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდა ამ ტერიტორიის გასუფთავება და 2600 კვადრატზე ეწყობა სკვერი. რუსთავის ცენტრალურ პარკში ისტორიულ ციხესთან არსებული საფესტივალო სივრცეში ოქსიგენ ფესტი 2026 გაიხსნება. ორდღიანი მუსიკალური ღონისძიება რუსთავის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. ფესტივალის პირველი საღამო ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს დაეთმობა. 12 ივნისს კი ოქსიგენის სცენას ადგილობრივი ჯგუფები და შემსრულებლები დაიკავებენ. ფესტივალი რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა და მისი თანაორგანიზატორები რუსთავის მერია და ოქსიგენის შემოქმედებითი ჯგუფი არიან. მუსიკალურ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. ეს არის ის დიდი ტრადიცია, რომელიც ქალბატონმა ნინომ ესე დანერგა და
ამაყივა რომ უამრავ ადგილას შემხვდა იგივე ეს გახლავთ ვერცხლისა და ოქროს მედალოსნების დაჯილდოება. ამით დაიწყება, აი ამას მოყვება ჰიპ-ჰოპ საღამო და გადავალთ თანდათან მეორე დღეში და კულმინაციას მივახცევთ 12 ივლისს, როცა ვიტყვით რას ნიშნავს ხმაური სიხარულისთვის. ასეთ იყო დღის მთავარი სიახლეები, მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.